ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის დღესასწაული პავლაწმინდის ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება კრება პავლაწმინდის ღვთისმშობლის. ესე იგი, ყველაფერი რაც ცნობილია პავლაწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დღეს არის, დღეს ვიხსენებთ და თაყვანსავსცემთ ღვთისმშობელ დედას. ღვთისმშობელ დედა ის წმინდათა წმინდა ჭურჭელია სულიერი, რომელმაც მოძდრიკა ცანი და აი ამ მოდრეკილი ციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღესვე არის იოსებ მართლის დღესასწაული, მეფე დავით წინასწარმეტყველის და იაკობ მოციქულის. მათი ლოცვა კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს. მდივნიშვილები, მიქაიები, კუჭაშვილები, ესიტაშვილები, ყურუები, თორდინავები, ასევე ილოცება სკოლა გერგეტი, რომლის დირექტორებიც არიან ლია კობაიძე და ლინა ხარაზიშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენი გვარებიდან გამოვიდნენ თვალსაჩინო სახელოვანი შვილები, სახელითა მამისათა, ძაძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. 1951 წელი კავკასიის ხალხების მასობრივ რეპრესიათა უკანასკნელი ტალღა იყო. მას შემდეგ გავიდა 60 წელი. 51 წლის 24 დეკემბერს ღამით საქართველოში ათასობით ოჯახის კარზე გაისმა საბედისწერო კაკუნი. უშიშროების თანამშრომლები უცერემონიოდ იჭრებოდნენ ბინებში და ერთი და იგივე გაზეპირებული ავის მომასწავებელი ფრაზით თქვენ გასახლებენ საქართველოდან ქონების კონფისკაციით და იწყებდნენ ჩხრეკას. ერთ დღამეში საქართველოდან გაასახლეს 12,000 კაცი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები, ჩვილები. ვინ იყო ეს ხალხი? სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები, სამხედრო ტყვეები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. საშინელი მოგზაურობა 13 დღის შემდეგ დასრულდა. საქონლის გადასაზიდ ვაგონში შეყრილმა ხალხმა არც კი იცოდა, საით მიყავდა ბედისწერას. შეიარაღებული სამხედრო დაცვის პირქუში ჯარისკაცებისთვის კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. მათი ერთადერთი მოვალეობა ვაგონის კარების გარედან გადარაზვა და უხეშობა იყო. შობის დღეს 7 იანვარს მატარებელი ყაზახეთში ყიზილ-ყუმის უდაბნოში აღმოჩნდა. ხალხს კი იმ დღიდან მიენიჭა სპეცგადასახლებული სტატუსი ყოველგვარი უფლებებისა და ფაქტობრივად მომავლის გარეშე. ყველა ვერ უძლებდა უცხო მიწაზე ურთულეს პირობებში არსებობას. ზოგი ჭკუიდან შეიშალა, ზოგი მძიმე სენით დაავადდა. იხოცებოდნენ მოხუცები, ბავშვები. 4 წელი გავიდა ამ საშინელებაში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელი გახდა სამშობლოში ჩამოსვლა. ხალხი კვლავ უბრუნდებოდა მშობლიურ კერას, თუმცა ზოგის ცხოვრება სხვა გზით წარიმართა და უცხო მიწაზე გაიდგა ფესვები. საქართველოში დაბრუნებულნი, მიუხედავად მათი ცხოვრების ურთულესი ხანისა, მადლიერებით იხსენებენ ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს, რომელთა დიდი თანაგრძნობა და დახმარება გაუწიეს იმ ტრაგიკულ წლებში. მე მახსოვს ეს ტრაგიკული დღეები და იმდენად მძიმე იყო ეს, რომ ქართველი ადამიანები, ქართული ოჯახები ეუბნებოდნენ აი ამ ჩეჩნებს, ქისტებს, რომ ჩვენ ვიშვილებთ თქვენ შვილებს, რომ გადავარჩინოთ გადასახლებიდან და
არა მარტო ჩეჩნები და ქისტები, ქართველებიც მრავალი გადაასახლეს და მაგალითად თქვენ ალბათ გახსოვთ ბაბო დადიანი ის გვიამბობდა ჩვენ რომ პატარა ოთახი ჰქონდა და მაგიდის ქვეშ იყო იმისი საწოლი და ეს ხალხი ჩაიყვანეს შუა აზიაში ყაზახეთში და გადმოყარეს მინდორში და მინდორში გამოთხარეს მათ მიწაში გამოთხარეს პატარა მღვიმეები და იქ შეიყვანეს ბავშვები და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ადამიანები და მე მივიღე წერილი ჩვენი ვინც იყო ჩვენი მეგობარი იმისი შვილიშვილის რომელიც დაბრუნდა ყაზახეთიდან და ეხლა ჩრდილო კავკასიაშია ღმერთი იყოს მათი მფარველი და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის მართლმადიდებელი ქრისტიანები რომელიც გაასახლეს ჩვენგან შეგახსენებთ რომ წირვა-ლოცვა მუდამ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დაიწყება 10 საათზე როგორც დღეს და საღამოს დაიწყება 6 საათზე არა 5-ზე არამედ 6-ზე სადღესასწაულო და ჩვეულებრივი წირვა-ლოცვა დაიწყება 5-ზე და 9-ზე როგორც იყო ჩვენთან არის ღმერთი დალოცვილი და გახარებული გავყოფოთ მამაზეციერ